გამარჯობა, ვაგრძელებთ თხრობას ქართლოსიანებზე, ამჯერად ვისაუბრებთ ეგროსზე. განვიხილავთ შემდეგ საკითხებს. ეგროსი სამმართველო ტერიტორია, რომელ კუთხეს მოიცავდა ეს ტერიტორია, ეგროსის დაარსებული ქალაქი, აფხაზების წარმომავლობა და რატომ და როდის ეწოდა კოლხეთი, კოლხი და საქართველოს ნაწილს. დავიწყოთ ბოლო შეკითხვით, რატომ და როდის ეწოდა კოლხი და საქართველოს ნაწილს. სამეცნიერო ინფორმაცია სახელწოდებას კოლხი და კოლხეთი ქართული ენა არ იცნობს, ის არანაირი ფორმით თუ სახით არ გვხვდება ქართულ წყაროებში და მწიგნობრული გზით იქნა განმოტანილი ბერძნების მიერ. ქართულ წყაროებში ის მოიხსენიება როგორც ეგრისი. სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენებულია ესქილესა და პირდანოხის მიერ. კოლხეთი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კოლხა, რომელიც სავარაუდოდ ურარტული სახელწოდებიდან კულხა წარმოიშვა. ახლა კი თეიმურაზ ბატონიშვილი გულის სიტყველებენ რომელი იყოს ქალხი და ესე იგი ხიდისა ძლით რომლისამე დიდებულისა ქალისა ისმე მიერ ქმნულისა წოდებად ქვეყნისა მის. გვერდი 22. ანუ ამბობენ რომ კოლხი და კოლხეთი უნდა მომდინარეობდეს ვინმე დიდებული ქალის მიერ აგებული ხიდიდან, სიტყვა ქალხიდიდან, ქალის ხიდი, რომელიც შემდგომ ეწოდა ქვეყანას. დანარჩენ 4 შეკითხვაზე, ეგროსის სამმართველო ტერიტორია, რომელ კუთხეს მოიცავდა ეს ტერიტორია, ეგროსის დაარსებული ქალაქი, აფხაზეთის წარმომავლობა. პასუხები იხილეთ წელ ვიდეოში. თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან წერთ სიმართლეს საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ, რასაც აქამდე გვიმალავდნენ და აყალბებდნენ. შუმერული და ასე შემდეგ, მათ შორის ევროპული ცივილიზაციის შემქმნელი ჩვენი წინაპრები იყვნენ ქართლოსიანები. ჩვენი წინაპრები იყვნენ პირველი ევროპელები და არა ინდოევროპულ ენოვანი რასის წარმომადგენლები. ამის შესახებ უკვე ყველა უცხოელი მეცნიერი წერს, ვისაც ოდნავი სინდისი შერჩენია, განსხვავებით ქართველი მეცნიერებისა ზოგიერთისა. გთხოვთ, გადახვიდეთ ჩვენს YouTube არხზე, უყუროთ ამ და სხვა ვიდეოებს, გამოიწეროთ არხი, მოგწეროთ კომენტარები და შეკითხვები. მადლობა.